2, 1. 1977 წელი. Voyager 1 და Voyager 2 სამუდამო ტოვებს დედამიწას და უსასრულობაში მიექანება. თან მიაქვს ოქროს დისკი. დედამიწის შესახებ ინფორმაცია, სადაც დატანილია ცხოველების და მცენარეების ფოტოები, მათემატიკური ფორმულები, ბუნებრივი მოვლენის ხმები. მოკლედ უამრავი რამ და კიდევ. 27 დიდი რუდუნებით ნარჩევი მსოფლიო მუსიკალური ნაშრომები მთელი დედამიწიდან. მათგან ერთ-ერთი ქართული. ამჟამად ჩვენგან დაახლოებით 25 მილიარდი კილომეტრის დაშორებით, სადღაც უსასრულობაში საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულებული ჩაკრულო დაფრინავს. აუცილებლად აღსანიშნავია ფანტასტიკური სოლისტები, ილია ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი. ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არა, ფესვებიდან იზომება. მისი ფესვები იქ არის 151 წლით უკან. ლადო აღნიაშვილი, ბეჯითიდან იჭიერი 21 წლის ბიჭი ყვარელიდან, რომელსაც თბილისში დაუწყია მუშაობა 4 წელიწადში, ანუ 1895 წელს ქმნის ქართული ხალხური სიმღერების ეთნოგრაფიულ გუნდს. შემდგომში ცნობილს როგორც ქართული ხორო. ხორო საძმოს, სამეგობროს, ერთობას ნიშნავს. პირველი კონცერტი ჩაუტარებიათ 86 წლის 15 ნოემბერს. ამ გამოსვლას თურმე ილია ჭავჭავაძეს დასწრებია და ვრცელი რეცენზიაც მიუძღვნია გაზეთ ივერიაში. გადის 50 წელი და სახელმწიფო ანსამბლს ცეკვაც ემატება. მისი ხელმძღვანელი კი ქართული ქორეოგრაფიის მამად წოდებული, ეროვნული ქორეოგრაფიის მკვლევარი დავით ჯავრიშვილი ხდება. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა თითქმის საუკუნე ნახევრის განმავლობაში ბევრი გენიალური ხელმძღვანელი გამოიცვალა. თუმცა 1986 წელს ჯემალ ჭკუასელი ხდება სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი ქორეოგრაფი კი რევაზ ჭოხონელიძე. მათი პერიოდიდან იწყება ერისიონის ოქროს ხანა. სახელი ერისიონის სწორედ ამ წლებში დაერქვა ანსამბლს, რაც სულხან-საბას განმარტებით ცისიერს, მთის თავს ზეიც ნიშნავს. 1999-2007 წლებში განხორციელდა საქვეყნო ცნობილი საერთაშორისო შოუ პროგრამები. ლეგენდა თამარზე, ქართული ლეგენდა, ქართული ქარიშხალი. ამ პროექტებით ერისიონმა მთელი მსოფლიო მოიარა და უდიდეს წარმატებას მიაღწია. 2015 წლის შემდეგ ჯემალ ჭკუასელის შვილები შერმანდი და ეკა ჭკუასელები აგრძელებენ ქართული ფოლკლორის შენარჩუნებას და მსოფლიოსთვის გაცნობას. ესენი იმ საოცარი გუნდის ლიდერები არიან, ვისი მეშვეობითაც შეგიძლია დაეწყო კონცერტს. და გარკვეული დროით შენი სხეულის და სულის ჰარმონია იგრძნო. ერისიონის კონცერტზე მთელი საქართველო ხელის გულზე თვალწინ გადაგეშლება. აქ თვალსაჩინოდ დაინახავ თუ რაოდენ პატარა და ამავდროულად ბუმბერაზია ჩვენი სამშობლო. აქ სხეული მოჭარბებული, დუღარეს სისხლით გევსება, ისტორიის ნაწილი ხდები და ამაყობ. ამაყობ შენი წინაპრებით, შენი გვარით, შენი ოჯახით, შენი სამშობლოთი, შენი რჯულით. რაღაც გაურკვეველი ძალა თავზე კონტროლს გაკარგვინებს, ფეხზე წამოგაგდებს და ხელის გულებს ისე მაგრად დაგარტყმევინებს ერთმანეთს, რომ 1000 კაცში მხოლოდ შენი ტაშის ხმა ისმოდეს. ეს საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონია.